მისმა უწმინდესობა მილიამ მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კეთილდღეობისა და გადარჩენისთვის პარაკლისი გადაიხადა, როგორც უწმინდესმა ქადაგების დროს ბრძანა. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ყოველ საღამოშვიდ საათზე ჩატარდება პარაკლისი ქვეყნის მშვიდობისთვის. ამასთან პატრიარქმა სამებაში მისულ მრევლს მოუწოდა, რომ ტაძრიდან წაიღონ ნაკურთხი წყალი და საცხოვრებელ გარემოში ასხორონ. სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისი ბავშვებისა და ახალგაზრდების დასალოცად ჩატარდება. პარაკლისი დღეს საღამოს 7 საათზე დაიწყება. გადაწყვეტილება, რომ ყოველ დღე შესრულდეს პარაკლისი სიდასე ღვთისა და შევთხოვოთ უფალს, რომ დამშვიდეს მსოფლიო, დამშვიდეს საქართველო. დღეს ჩატარდა პარაკლისი მთელი საქართველოსათვის ხვალ ბავშვების დადლაოცვა იქნება და ასე გაგრძელდება ყოველ დღე საღამოს 7 საათზე. ვუსურვებდი ყველა ოჯახს, ყველა პიროვნებას მიიღო ამ დალოცვაში მონაწილეობა და ღვთისგან წაიღოს მადლი. ასევე მისმა უწმინდესობამ მოგცალოცა კურთხება, რომ ტაძრიდან წავიღოთ ნაკურთხი წყალი და ვასხუროთ ჩვენს სახლს.